როგორც იცით, დასრულდა ჩვენი ბოლო შეკრება ევროპის შესარჩევი B დივიზიონის, მეორე რაუნდის B დივიზიონის ტურნირი იყო, რომელიც წარმატებით ჩავამთავრეთ. ჩვენი გუნდი გადავიდა A ლიგაში, ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ როგორც მოგეხსენებათ, უკვე 19 წლამდეში რო იქნება კენჭის რეიტინგი ძალიან კარგად იმოქმედებს ჩვენ გუნდზე. ამიტომ ეს ძალიან სასიხარულოა ეს გამარჯვება. თვითონ შეკრებას რაც შეეხება, საკმაოდ კარგი თამაშები იყო, განსაკუთრებით უელსის ნაკრები, რომელიც ძალიან ძლიერი ფეხბურთელებით იყო დაკომპლექტებული და ამ ბიჭებისთვის ჩემი აზრით ძალიან დიდი გამოცდილება არის უკვე შემდეგში ძალიან გამოადგებათ ესეთ გუნდებთან თამაში. შეკრების შემდეგ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, აუცილებლად ვაკეთებთ ანალიზს, უზიარებთ ცნელები, უზიარებთ ერთმანეთს ჩვენ მოსაზრებებს, ვალაპარაკობთ შეცდომებზე, როგორც იცით, გვაქვს შემუშავებული ახალი სათამაშო მოდელი, რეალურად ვცდილობთ, რომ დავნერგოთ დეტალები აუხსნათ ბავშვებს და რომ უკვე ამ 17 წლის მერე უკვე როცა ისინი გადავლენ 19-ში, 21 წლამდეში უკვე მათთვის ცნელებს გავუადვილთეთ ამ ფეხბურთელებთან მუშაობა, უკვე მაქსიმალურად ინფორმირებულები იყვნენ გარკვეულ დეტალებზე. ჩვენ ვიყავით UEFA-ს განვითარების თასზე ბულგარეთში, სადაც ვეთამაშეთ სამხრეთ აფრიკას, ბულგარეთს და კოსოვოს. ბიჭებმაც ძალიან კარგად ითამაშეს. გადავალება რაც მივეცით შეასრულეს ნაწილობრივ ვერ შეასრულეს, იმისთვის არის ეს ტურნირები, რომ საბოლოოდ განვითარდნენ და უკვე ნოემბერში ესაც შეცდომები გვაქვს, ის უკვე შესარჩევზე არ დაუშვით. ყოველი შეკრების მერე ტურნირი იქნება თუ ამხანაგური თამაში, ვიკრიბებით, ანალიზს ვაკეთებთ. ესეთი შეხვედრები ძალიან კარგია, იმიტომ რომ სამომავლოდ გამოგვადგება. და ეს სისტემა რაც დაინერგა, უკვე ასაკობრივი ნაკრებები, ჩვენი ნაკრები არის 17 წლამდე, მე 19 მოდის 21 და ეროვნული და უმტკივნეულოდ გადავლენ ეს ბავშვები შემდეგ ნაკრებებში და იქაც უკვე გავუადვილდებათ ერთი სისტემით ვართ და რას ვითხოვთ უკვე მარტივად აუღებენ ალბოს შემდეგ გუნდებში.